კი ბატონო, ეს ბრძოლა იქნება ორივე ხაზი, ფალიანი ახალი, ჩიხრაძე ახალი. Kiuti ჩიხრაძე მასხენახებით მიაღწია მიზანს. შემდეგ დაახევინა უკან ფალიანმა. წინახალით მუშაობს ჯერჯერობით ხოლოდ ჩიხრაძე. მე ვიხმარა მარჯვენას მოარტყა სადღაც გულთან ასთუ ისე ძლიერი ოთონ დინავიძის მეტოქი გამოვლინდება ბრძოლის შემდეგ დაგვრჩება ორი ბრძოლა ზემძიმე ზონაში +92 თავი ჩაკარაშვილი რეფერი Avri იყო ხა მარცხენა კარგად ამოგდა ფალიანმა. აი გასულ ჩიხრაძის მარცხენა პირდაპირ. Nasıldı böyle raundu sakmout etmişiz. Taktikul tabzolებში. მოიგო ფავორიტმა 5 საჭთან.
უკოფალიანი გიორგი ირლაძე მეორე რაუნდი. თავშიათ ისეთ ეკონომიურ რეჟიმში მუშაობს ხაჯი ირლაძე. მე თუ ხერაზულის მეტის გაგეთების საშუალებას უკოფალიანი კარგად გასჭირდება ფავორიტის წინააღმდეგ. მარჯვენა ხუგის ირლაძის შესრულებით კიდე მარცხენა პირდაპირი და მარცხენა პირდაპირისგან დაცვა უჭირს ფალიანს ვერახერხებს რეაგირებას ის დაწმუნებულია ფალიანმა არა ყოჩაღადი გასული ფალიანი ეს 98 გოლანი არ არის ეს გოლი გასაძლები ეცეზე გევიდა თქმა და შეიძლება მომოჩნე ნოკდაუნში მარცხენა ხუთი შედეგიანი იყო ну раунდის დასრულდა შედეგი დაახლოებით ისეთი იქნება. ისეთივე ხო ერთი არის 18 კიდე კარგად დგას. ფალიანი მესამე რაუნდიდან დაგვრჩება ორი ბრძოლა ზემძიმე ზონაში გვალია შარიქაძე და ზურაბიანი ჭკადუა. ეს ბოლო მარცხენა ხუგი შენელებულ კატში საკმაოდ შთამბეჭდავია. ერთი მარცხენა ხუგი ამოვიდა შედეგაში ფალიანი
ისეთი ინტენსიური ბრძოლა არა იყო, როგორც მაგალითად ალანიძე და სამხარაძე იყო, ოთარ სამხარაძე ბრძოლა, გაცილებით მეც გაუძლო. ალანიძესგან გასვით ის მომენტი, როდესაც სნელი პირსახოცას მოგდებას აპირებდა და არ გადმოვიდებინა და ბოლომდე გაძლო ძალიან ვაშინაც. უბრალოდ ასე ვედგას ფალიანიც, ოღონდ ამდენი დარტყმა მას არ გაუშვილა, ნამდვილად. მთელი ძალით ზოგავს როგორც ჩანს ჭიხრაძე. ორი ბრძოლა აქვს მას კიდევ გასამართი. ნუ 1 ან 2 სავარაუდოდ 2 რა თქმა უნდა. ის ხანდახან საქართველოს ჩემპიონატებზე ზემძიმე ზონაში გამოდის ხოლმე თორშები შარშან ასე იყო ნიკოლოზ ბეგაზის წინააღმდეგ იყო ფინალში. ბოლოზე თუ უნდა იყოს უკვე აი გადავიდა ის იშვიათ შეტევაზე ფალიანი, მაგრამ ისეთ მოგძალებულად უკავია თავი, იმიტომ მთელი ძალით არ არის ნამდვილად. ჯიღლაძის წინააღმდეგ გადასვლა შეტევაში შეიძლება მალევე დაასვა. კარგი ისეთ სპარინგი გამოვიდა გიორგი ჯიღლაძეს. ჩაკუჩის კაკონიც გაისმება აგერ კი ბატონო და 10 წამი აგერ ეს ბრძოლაც ასე ბოლომდე ჩათავდა 4-4 ფინალი უნდა ქონოდა 2 გაიმართა და 2-ში ბოლომდე გაიყო ბრძოლა 5-0 იყო ანგარიში მაგრამ მაინც ასე დამგვარად ირაკლი ალანიძე შეხვდება ნახევარფინალში ლუკა კვირიკაძეს და ავთანდილ დინარიძე შეხვდება გიორგი ჭიღლაძეს. მოდიოთ ზემძიმე ზონაზე. აქ როგორც გითხარით, 2 კაცი არის პირდაპირ ნახევარფინალში, ბეკაძე-რედიანი, მესტიერი, რუსთავი, ნიკოლოზ ბეგაძე და დღეს დაგვჭირა გასამართი ორი შეხვედრა. დავით გვალია, რუსთავი, კარილ შარიქაძე, ზესტაფონელი და დავით ზურაბიანი, ცაგერი და ჯონით ჭკადუა ზუგდიდი. ახაც ერთი 10 თვე იყო. როგორც ხედავთ.